გიორგი, დღეს მე შევეცდები, რომ მაქსიმალურად მარტივად ავუხსნა ჩვენს მაყურებელს არტერიული ჰიპერტენზიის არსი. შევეცდები, რაც შეიძლება მათთვის ეს ხილულად დაინახონ ის საფრთხეები, რაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიულმა ჰიპერტენზიამ და ახლა ვხვდები, რა რთულია ეს, როდესაც სტუმარი მოდის და მას ვთხოვ, რომ რაც შეიძლება მარტივი ენით ისაუბროს, ახლა მე მიწევს აი ამ ყველაფრის გაკეთება. მაშინ დავიწყოთ არტერიული ჰიპერტენზია. ნუ თვითონ სიტყვათა წყობა რა არის მაღალი წნევა. დიახ. ანუ არტერიული ჰიპერტენზია ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს წნევის გაზომვის დროს უფიქსირდება მაღალი არტერიული წნევის ციფრები, ეს უნდა იყოს არა უმეტეს 140-90 მილიმეტრი ვერცხლისწყლის სვეტისა. თუმცა ინდივიდუალურია ეს. თუმცა ინდივიდუალურია ეს მაჩვენებლები. თქვათ რაზეა დამოკიდებული? მაგალითად არის სქესი. დედრობის სქესში ეს უფრო ნაკლები ციფრებია, ვიდრე მამრობითი სქესის წარმომადგენლებში. ასაკით, რა თქმა უნდა, მაგამდე მივალ, მანამდე გეტყვი ერთ რაღაცას, გიორგი. ერთჯერადად დაფიქსირებული მაღალი არტერიული წნევის ციფრები არ ნიშნავს, რომ ადამიანი აუცილებლად არის ჰიპერტონიკი, ხო? რამოდენიმეჯერ მაინც თან არც თუ ისე დიდი დროის მონაკვეთის მანძილზე უნდა დაფიქსირდეს მაღალი არტერიული წნევის ესე ვთქვათ მაჩვენებლები. რა არის არტერიული წნევა? რა აღნიშნავს ეს ციფრები? აი რომ ვამბობთ 120, 80-ზე, 110-ზე, 70-ზე. ანუ სისტოლური, ანუ ზედა წნევა, რასაც ეძახიან ხოლმე სისტოლური წნევა, ეს არის, როდესაც გულის მარცხენა პარკუთში იკუმშება და სისხლი გამოიტყორცნება ჩვენს არტერიაში და ზუსტად ამ დროს წარმოშობილი წნევის მაჩვენებლები არის ასახული და აღნიშნავს ამა თუ იმ არტერიული წნევის სისტოლურ მაჩვენებელს. რაც შეეხება ეგრეთ წოდებული გულის წნევას რომ ამბობენ, ანუ დიასტოლური წნევა, ეს არის შეკუმშვებს შორის არსებული წნევა ჩვენს სისხლძარღვებში. ახლა მაინტერესებს რის საფუძველზე ჩვენ შეიძლება დავსვათ დიაგნოზი არტერიული ჰიპერტენზიის, იმიტომ რომ თქვათ ღელვის, ემოციის ფონზე ეს შეიძლება ყველაფერი იყოს დროებითი ხასიათის იმ მომენტში წნევამ აუწიაო როგორც იტყვიან არა, მაგრამ გავიდა დამშვიდდა ორგანიზმი და წნევა ისევ დარეგულირდა. რა სიმპტომები უნდა იყოს და კლინიკური სურათი, რომელიც გვაძლევს საფუძველს, რომ დავსვათ დიაგნოზი არტერიული ჰიპერტენზია. შეხედე გიორგი, რაღაცა დროის მონაკვეთში იქნება ეს 2-3 კვირა ერთი თვე თუ რამდენჯერმე დაფიქსირდა არტერიული წნევის მაჩვენებლების ზრდა, ეს უკვე არის განგაშის ჩართვის მიზეზი, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ალბათ არტერიული წნევის მატებასთან, არა ერთჯერადად, არამედ უკვე არტერიული ჰიპერტენზიის ჩამოყალიბებასთან. ამიტომ აუცილებლად თუ ადამიანი გაიზომავს ერთხელ წნევას, შეხედა რომ ის თავისი საბაზისო მაჩვენებლები რაც ჰქონდა, ამაზე უფრო მაღლა წავიდა არტერიული წნევის მაჩვენებლები, ვფიქრობ, რომ არ უნდა დაიწყოს, ასე ვთქვათ, ინტერნეტში ძრომიელი თუ როგორ უნდა უშველოს თავის თავს. აუცილებლად პირველად ჯანდაცვის რომელიმე ობიექტს მიმართონ პოლიკლინიკას ეგრეთ წოდებულს და მოინახულოს ოჯახის ექიმი, რომელიც კარგად გამოკითხავს, რა გარემოებებში, რა ვითარებაში მოხდა ამ არტერიული წნევის მატების დაფიქსირება. უწყოდა თუ არა მას რაღაცა სტრესი, რაიმე დაავადება, არის თუ არა ამ დროს კიდევ სხვა რაღაცა სიმპტომების გამოვლინება, რომელიც საერთოდ არ უკავშირდება, ვთქვათ, არტერიული წნევის მატებას, ხო? ამიტომ თვით დიაგნოსტიკას ადამიანი უნდა მოეშვას. აი შეხედა, რომ აი დაიწყო გულის ფრიალი, თავის ტკივილი, რაღაცა სისუსტე ორგანიზმში, იმიტომ რომ ყველა სხვადასხვანაირად აქვს. არის ძალიან დიდი პროცენტული შემთხვევა იმისა, რომ საერთოდ ეს საწყისი ფაზები ამ არტერიული ჰიპერტენზიისა უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ერთ მშვენიერ დღეს რუტინულად აი შეიძლება ისხდნენ ოჯახში ან მეგობრებს და აბა მეც გამიზომე წნევა და უცებ აღმოჩნდება, რომ მას აქვს მაღალი არტერიული წნევის ციფრები. ამიტომ სადღაც 25 წლის ასაკიდან უკვე აუცილებლად აი ესეთი სკრინინგივით უნდა ჩავატაროთ, რომ თვეში ერთხელ მაინც უნდა გავისინჯოთ არტერიული წნევის მაჩვენებლები, აი 25 წლის ასაკიდან. ხო გასაკვირია, მაგრამ აი უნდა დავიწყოთ. დინა, ჩვენ ვთქვით, ერთჯერადი მომატება წნევის, ეს არის ემოციური ფონი და ასე შემდეგ. ეს შეიძლება ყველას მოუწოდოს. ყველას შეუძლია, მაგრამ
რა ძირითადი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს არტერიული ჰიპერტენზია. შეხედე პირველად არტერიული ჰიპერტენზია, ასე ვთქვათ, რომ ესენციურ არტერიულ ჰიპერტენზიას უწოდებენ მას, ამისი გამომწვევი შეიძლება იყოს უამრავი მიზეზი. ეს არის ასაკი, სქესი, ჭარბი წონა, არასწორი ცხოვრების წესი, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის მოხმარება, ერთი კონკრეტული მიზეზი არასოდეს არ არის ხოლმე ამ არტერიული წნევის მატების გამომწვევი მიზეზი. შეიძლება იყოს კომბინირებული, თქვა, სიმსუქნე და ამ დროს ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარება, ან მუდმივი სტრესი, მუდმივი დაძაბულობა, მიუხედავი სხვადასხვა პათოლოგიები და შესაბამისად 95% არტერიული ჰიპერტენზიისა ესერციული არტერიული ჰიპერტენზია და დანარჩენ 5% შემთხვევებში ეს ჰიპერტენზია არის ხოლმე სხვა დაავადების მიერ გამოწვეული. ეს შეიძლება იყოს ფარისებური ჯირკვლის დაავადებები, ეს შეიძლება იყოს თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები, შეიძლება იყოს სხვადასხვა მედიკამენტების მიღების დროს გამოწვეული ეს არტერიული ჰიპერტენზია, მაგალითად, როდესაც კონტრაცეპტივებს იღებს კომბინირებულს ქალბატონი, თან მით უმეტეს თუ ამ დროს სიგარეტსაც ეწევა, ამ შემთხვევაში ესეც ხდება ხოლმე არტერიული წნევის მატების მიზეზი და ეს აუცილებლად უნდა მიმართოს თავის გინეკოლოგს და მან ან უნდა შეუწყვიტოს ეს პრეპარატები, ან რაღაცნაირად ჩანაცვლები თერაპიაზე გადაიყვანოს. არის პირველად ჰიპერალდოსტერონიზმი და შესაბამისად ეს დაავადებები, რომლებიც მეორადად გვაძლევენ არტერიული წნევის მატებას, განსაკუთრებულ ცალკე მიხედვას ითხოვს და ამიტომაც არის აუცილებელი რომ პაციენტმა არ უნდა მიმართოს თვითდიაგნოსტიკას, უნდა მიმართოს ექიმს, რომელიც განსაზღვრავს, ეს არის პირველადი არტერიული ჰიპერტენზია თუ აი ეს სხვა დაავადებებისგან გამომდინარე არტერიული წნევის მატება და შესაბამისად მიდგომებიც ამ შემთხვევაში ძალიან სხვადასხვაა. და ასევე მინდა ვთქვა, როდესაც არის ორსულობაში ეგრეთ წოდებული პრეეკლამპსია, როდესაც იმატებს არტერიული წნევის ციფრები, ამ შემთხვევასაც განსაკუთრებული მიხედვა ჭირდება, რატომ? იმიტომ რომ ასაკში ზუსტად აი ამ ქალბატონებს სადღაც 10-15 ჯერ მეტად აქვს გაზრდილი იმისი ალბათობა, რომ შემდგომში ისინი იქნებიან მაღალი არტერიული წნევის მატარებლები. და რა თქმა უნდა, გენეტიკასაც აქვს. გენეტიკა ეს არის უმთავრესი პირველი, როდესაც პაციენტი მოდის, რასაც ეკითხები, შენს წინაპრებს, დას, მას, ბიძას, ბებიას ხომ არ ქონდა არტერიული ჰიპერტენზია? რა თქმა უნდა, ჩვენს მაყურებელს აინტერესებს, რა გართულებები შეიძლება მოყვეს მუდმივმა არაკომპენსირებულმა არტერიულმა ჰიპერტენზიამ. მინდა გითხრა გიორგი, რომ მოვლის შემთხვევაშიც კი არის, ანუ თუ პაციენტი ძალიან უვლის თავის თავს, ცდილობს რომ ის გარემოც მოაწესრიგოს და მიიღოს შესაბამისი მედიკამენტური თერაპია, ეს არ გამორიცხავს, რომ რაღაც პერიოდში მაინც დაუფიქსირდეს მას მაღალი არტერიული წნევის ციფრები. მაგრამ მაყურებელს მინდა ავუხსნა მექანიზმი. შეხედეთ, ესეთი მილი რომ ავიღო და შინით მაღალი წნევით მუდმივად გადიოდეს რაღაცა სითხე, ხომ? დასაწყისში რაღაცნაირად უძლებს, თქვა, რეზინის მილი რო წარმოვიდგინო. მერე და მერე ხდება აი ამ მილის, ანუ ჩვენი სიძარღვების ერთგვარი გადაგვარება. შეხედეთ, თავიდან სქელდება ეს ჩვენი სიძარღვები. აი როგორც კუნთს რო ამუშავებ, დიდხანს ის კუნთი ხო იზრდება, ზუსტად ასევე სქელდება ჩვენი სიძარღვების კედლები. განსქელებული სიძარღვების კედლები რა შვება? რა თქმა უნდა, ავიწროებს სანათურს, ხო? ანუ შევიწროვდება. დროთა განმავლობაში შეიძლება სადღაც გამობერილობაც გაჩნდეს. ეგრეთ წოდებული ანევრიზმატული ცვლილება გაჩნდეს აი ამ სიძარღვის და ესეთი ანევრიზმატული ცვლილება შეიძლება გაჩნდეს, შეხედე, სამიზნე ორგანოებში, რომელიც ყველაზე მეტად ზიანდება არტერიული ჰიპერტენზიის დროს, მაგალითად თავის ტვინი. ამიტომ ყველაზე ცუდი და მძიმე გართულებები სწორედ ეს არის ინსულტები, რომელიც თან სდევს ხოლმე ძალიან მაღალ პროცენტში არტერიული წნევის მატებას. ამიტომ ეს კიდევ ერთი აი ყველაზე უფრო მეტად მინდა ვუთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ წნევა მამიწია, ეს არ არის წნევა მამიწია. ნებისმიერ აწეულ არტერიული წნევის მაჩვენებლებს ძალიან მძიმე გამოსავალი შეიძლება მოყვეს. ასევე იგივე შემიძლია ვთქვა სხვადასხვა კორონარულ ინციდენტებზე მიოკარდიუმის ინფარქტის ჩათვლითაც.
ორი უმძიმესი გართულება უკვე დავასახელე, ხო? თავის ტვინი, გული, თირკმელები ბატონო. თირკმელებშიც ასევე ძალიან რთული გართულება შეიძლება მივიღოთ აი ამ სიზარღვოვანი სურათის ცვლილების გამო. ხედველობა. იგივე პროცესები მიმდინარეობს რეტინოპათიების სხვადასხვა იგივე პროცესები მიმდინარეობს ასევე თვალშიც და შესაბამისად შეხედე თავი, გული, ტვინი, თირკმელები მეტი რაღა დარჩა. ანუ ადამიანი რომელიც არ აკონტროლებს არტერიული წნევის ციფრებს და არ მიდის ექიმთან და არ იღებს შესაბამის თერაპიას და თერაპიის გარდა არ ცვლის იმ გარემო პირობებს რომლებიც ასევე გამშვები მექანიზმია არტერიული წნევის მატებისა დიდწილად საუკეთესო შემთხვევაში ინვალიდიზაციისკენ მიიწვის და თუ არ ვიტყვით ლეტალურ გამოსავალზე. ამიტომ ყველა შემთხვევაში თვით დიაგნოსტიკა არის გამორიცხული, არტერიული წნევის ციფრები აუცილებლად უნდა იყოს დარეგულირებული. ეს რას მოიცავს? რაღაცა პერიოდულობით აუცილებლად უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, აუცილებლად უნდა მიმართოს კარდიოლოგს. რაღაცა პერიოდულობით 6 თვეში ერთხელ ჩააბაროს რუტინული ანალიზები. ეს არის გლიკემიის განსაზღვრა სისხლში, ეს არის ქოლესტერინის, ლიპიდური სპექტრის განსაზღვრა სისხლში, შარდის საერთო ანალიზის ჩაბარება, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის, რომ არტერიული წნევის მაღალი ციფრების ხანგრძლივი, ასე ვთქვათ, ისტორიის შემთხვევაში უკვე სისხლის კვალი ჩნდება ასევე შარდშიც. ასევე უნდა მიაქციოს ყურადღება ფარისებური ჯირკვლის ფუნქციებს. ეს არის TSH-ი, FT4 სხვადასხვა მიმართულებით ეს უკვე ენდოკრინოლოგი განუსაზღვრავს მას და რა თქმა უნდა არ უნდა დაგვავიწყდეს მიკროელემენტები ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმის განსაზღვრა ჩვენ სისხლში და ეს მინიმუმ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩააბაროს. რაც უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს არტერიული წნევის მატებას ამა თუ იმ პაციენტში, მით უფრო მეტად იცვლება გულის გეომეტრია, სიძარღვების გეომეტრია და მით უფრო იზრდება შანსი გართულებების გაჩენისა. თავის ტვინის ინსულტზე გვაქვს საუბარი, ხომ? ხვდები ხო, აი რამხელა რისკის ქვეშ დგება ამ დროს ადამიანი. თან ერთხელ, როდესაც დაემართება ადამიანს ინსულტი, მის შემთხვევაში უფრო და უფრო მეტია რისკი განმეორებითი ინსულტებისა. იგივე შემიძლია ვთქვა გულთან მიმართებაში და რაც უფრო დაინტერესებულია ჩვენი, ესე ვთქვათ, თირკმლები აი ამ პროცესში, რაც უფრო ჩართულია, მით უფრო და უფრო შეიძლება თირკმლის უკმარისობამდე მივიდეთ. ამიტომ ეს არ არის ესეთი ხელწამოსაკრავი, არაუშავს მე ამ წნევით ვივლი, ესე არ მე მაინც ვერ ვგზნობ, ესეც ხშირად უთქვიათ ხოლმე, ესეც არავითარ შემთხვევაში არის დაუშვებელი, ვერ ვგზნობ, ეს არ ნიშნავს, რომ ის თავის ცუდ, ასე ვთქვათ, დამანგრეველ შედეგებამდე არ მიგვიყვანს. ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ნებისმიერ დაავადებასთან გამკლავება გაცილებით მარტივია, როდესაც არის საწყის სტადიაზე, იმიტომ რომ როდესაც მიშვებულია, შორს წასული პროცესია, შესაბამისად გამოსავალიც გაცილებით. თუმცა გიორგი, ეს მაყურებელმა ყოველთვის უნდა იცოდეს ისიც, რომ ის რომ თქვათ, შენ თავიდანვე მიხედავ, ეს არ ნიშნავს, რომ ის შემდგომში ასაკთან ერთად არტერიული წნევის მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალ ციფრებს არ მიაღწევს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როდესაც თავიდანვე შენ პრეპარატულ მკურნალობაზე იმყოფები, ის დესტრუქცია უფრო ნაკლებად მოხდება ამ ორგანიზმში და უფრო მეტად ხარ დაცული, რომ შენ არ აღმოჩნდები კატასტროფის წინაშე, არ დაგემართება ინსულტი, არ დაგემართება ინფარქტი და შენი თირკმელები სიბერემდე, ღრმა სიბერემდე კარგად მოგემსახურებიან. შენ ახსენე მკურნალობა და მედიკამენტური, როგორც ვიცით, ძირითადად ეს არის მედიკამენტური მკურნალობა, რამდენად ხანგრძლივია ეს მკურნალობა. შეხედე, ესეც კიდე ცალკე პრობლემაა მედიკამენტურ მკურნალობას, რაც შეეხება პაციენტებს გონიათ, რომ აი თითქოს რაღაცა გრიპია, ან რაღაცა ესეთი ხანმოკლე დაავადება, ერთი კვირა ხომ სვი ნინუექი მოწამალი და დამიწია და აღარ უნდა დავნიო. ეს ასე არ არის. არტერიული ჰიპერტენზია, როდესაც დაიწყება, ის არის მთელი ცხოვრების მანძილზე შენი მეგზური, ისევე როგორც ძალიან ბევრი დაავადება და აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ამ არტერიულ ჰიპერტენზიასთან ერთად თანაცხოვრება. ჩვენ მას ძალიან უნდა მოვუაროთ. აუცილებელია წნევის კონტროლი.
მინიმუმ ორჯერადად დილით და საღამოს მაინც რომ გავიზომოთ წნევა და თუ რაღაცნაირად ექიმი მას დაუნიშნავს ამა თუ იმ საშუალებებს და არ ხდება ამ მაჩვენებლების კორეგირება, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რომ აი ვთქვათ 1 ან 2 კვირის თავზე თუ არ ხდება ნორმალიზება არტერიული წნევის მაჩვენებლების, ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს დოზების კორექცია. შეიძლება წამლის შესვლაც კი დაჭირდეს ექიმს, იმიტომ რომ ყველა ორგანიზმი არის ძალიან ინდივიდუალური, არის რამოდენიმე ჯგუფი ანტიჰიპერტენზიული საშუალებებისა და ამიტომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აი მეზობელი სვამს და მე მომიხდება, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, რომ არავითარ შემთხვევაში პაციენტმა თვითნებურად გუგლში ამოკითხულად ან მეზობელმა უთხრა, არც ერთი ანტიჰიპერტენზიული საშუალების მიღება არ შეიძლება. მხოლოდ და მხოლოდ ექიმის სპეციალისტის ჩართულობით, მხოლოდ და მხოლოდ ექიმის სპეციალისტის გადაწყვეტილებით და სანამ ასე ვთქვათ ხდება მორგება ამა თუ იმ პრეპარატის, მუდმივ კავშირზე უნდა იყოს ექიმთან, რომ მიაღწიონ ორივე ერთად პაციენტმა და ექიმმა იმ ნიშნულამდე, რასაც ქვია არტერიული წნევის ნორმალიზება. გარდა მედიკამენტური თერაპიისა, აუცილებლად გიორგი უნდა ვთქვათ, ეს არის კვებითი რეჟიმის მოწესრიგება, ეს არის აუცილებელი. თუ ადამიანი მიდრეკილი ჭარბი წონისკენ, თუ შეატყობენ რომ ვთქვათ გლიკემიის მატება ხდება სისხლში, ანუ შაქრის მაჩვენებლები იმატებს, როდესაც ჩააბარებს ის ლიპიდურ სპექტრს და იქ ასე ვთქვათ ცუდი ცხიმები მომატებულია, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა შეიცვალოს კვების რეჟიმი, ნაკლებ ცხიმიანი, ასე ვთქვათ შაქრის გამორიცხვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასევე სტრესული გარემოს შემცირებას. რაღაცა ეგოიზმი უნდა ჩართოს ადამიანმა პაციენტმა ამ დროს და მეტი იფიქროს საკუთარ თავზე, იმიტომ რომ არის ბევრი რამ, რასაც შენი სტრესით და ასე ვთქვათ წყობიდან გამოსვლით ვერაფერს ვერ შეცვლი. აი, ვურჩევ ყველა პაციენტს, ვისაც აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზია, რომ რაღაცა ჩაიტაროს კვლევები. ესე ვთქვათ, ჯანმრთელი ეგოიზმი ჩართოს და ნაკლებად ინერვიულოს ყველა წვრილმანზე. და რა თქმა უნდა, თამბაქოზე მინდა გავმახვილდე, ეს არის ნომერ პირველი მტერი, ასე ვთქვათ, ამ დროს ადამიანის და ალკოჰოლი. რაღაცა დღესასწაულებზე ზომიერების ფარგლებში 2-3 ჭიქა მიირთვას კი ბატონო, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რაღაცა ზღვარგადასული და ასე შემდეგ. მაგრამ წნევის გაზომვაც ვასწავლოთ, ხო? ვასწავლოთ. ესე იგი, აუცილებლად მოსვენებული მდგომარეობა უნდა მივიღოთ. ვიზომავთ ორივე კიდურზე, მაგრამ ყოველ ჯერზე ახლა ორივე კიდურზე არავინ არ გაიზომავს, ხო? მე პრაქტიკულ რჩევებს ვიძლევ, მაგრამ ერთხელ მაინც ცხოვრებაში უნდა გაიზომო ორივე კიდურზე. შემდგომში შიშველი უნდა იყოს აუცილებლად კიდური, ტანსაცმელზე ზემოდან არ უნდა იყოს შემოჭერილი, ფეხი ფეხზე არ უნდა ქონდეთ აი ესე გადაჯვარედინებული, ხელი უნდა იყოს მოდუნებული და გაშლილი და გულმკერდის სიმაღლეზე და სამჯერ მაინც უნდა მოხდეს წნევის გადაზომვა 2-3 წუთის ინტერვალით.